ძალიან ბევრი თქვენი კოლეგა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ იგივე მეზობელი ქვეყნებიდანაც, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაც მოქალაქეები საქართველოში უძრავ-ქონებას ყიდულობენ სწორედ იმ მიზეზით, რომ ქვეყანა ევროკავშირში მიდის, უფრო გაძვირდება და ამ ნაწილში შემოლოდინება. თუ კი ეს პროცესი ასე გაგრძელდება და ასეთი სტატუს-კვო შენარჩუნდება, რა შეიძლება იყოს მაშინ მათი მოტივი და ინტერესი? ბევრი ფაქტორი არის, რაც შეიძლება ყოფილიყო მიზეზი ამ უძრავი ქონების ყიდვის უცხოელების მხრიდან. ეხლა ისრაელიდან ადამიანი რო ყიდულობს, იმისთვის არ არის ამოცანა, რომ უძრავ ქონებას იყიდეს, რაღაცა ან საქართველოს მოქალაქე გახდება, რაღაცა გრძელვადიანად, იმიტომ რომ ისედაც იმაზე მეტ ქვეყანასთან აქვს ვიზუმი მოსვლა და აქსესი, ვიდრე ჩვენ. ხო, ამიტომ და ერთ-ერთი პირველ ადგილზე ჩემი ინფორმაციით არის ისრაელიდან ბინების შეძენა მთელ საქართველოში. ეს ერთი. რაც შეეხება სხვის, რა თქმა უნდა, ევროკავშირი და ევროპასთან ინტეგრაციას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო და რა თქმა უნდა, მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე ვთქვათ, დღევანდელი სიტუაცია ფაქტობრივად გააყინული ასე ვთქვათ, პროცესი, რაც არის ევროკავშირთან ინტეგრაციის განახლდება უახლოეს პერიოდში, როგორც საქართველოს აქტიურობით, ისე ევროკავშირის მხრიდანაც და იმედი გვაქვს, რომ ის პროცესი იმაზე აქტიურად გაგრძელდება, ვიდრე მანამდე იყო, რომელიც დაეხმარება, რა თქმა უნდა, უძრავ ქონებასაც. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, ეს არ იყო ერთადერთი ფაქტორი, ბევრი სხვა ფაქტორები. წლების განმავლობაში ჩვენ თუ მოვყვებით 2008-9 წლის კრიზისიდან მოყოლებული უძრავი ქონება დაბალი ტემპით იზრდებოდა, ბოლო 4 წელიწადში საკმაოდ მაღალი ტემპით გაიზარდა და ინვესტორებისთვის საქართველოში ინვესტირება არის საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესო.